ღვინო რომ ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ეს ბევრი კვლევით დადასტურდა. თუმცა ბევრისთვის აღმოჩენაა, რომ კახური, რაჭული, იმერული, გურული ღვინოების გვერდით ხარისხითაც და გემური თვისებებითაც თავს იწონებს ბოლნისის ღვინოც. რამდენად ხმამაღალ სიტყვას ამბობს ეს რეგიონი ქართული ღვინის ინდუსტრიაში. ამის გარკვევას ქართულ-გერმანული ღვინის სახლში შევეცადეთ. ჩვენურად ხართ მოწყობილი? დიახ, მოგება. 2024 წელს 8 სახეობის ღვინო აქედან 7-მა ჯილდო აიღო, 1 ოქტომბრი და 7 მერცი. კარგი შედეგებია. დიახ. აბა გვაჩვენეთ, აბა რომია ახლა? აი ეს არის ბატონი გურამის ძმების მამის ღვინო. რომელსაც ოქროს ჯილდო ჩამოიტანა. დიახ. და ესეთი საინტერესოა თავად ამ სახლის ისტორიაც. აქ შვაბებმა ქართულ ტექნოლოგიას საკუთარი ტრადიციაც შეურიეს და ღვინის სრულად უნიკალური გემოები მიიღეს. ბოლნისის მეღვინეები ამ კულტურის გაგრძელებას ცდილობენ. მარანში ადგილწარმოშობის ნატურალური ბიოღვინო იწურება. რეგიონში შემორჩენილია ასურეთული შალა, რომელიც აქაური ენდემია და გადაშენებული იყო. გაველურებული ჯიში გააკულტურეს. ეს სახლი როგორც ვიცით დაშენდა 1915 წელს და ეკუთვნოდა ემანუელ ვალკერს. ემანუელ ვალკერი იყო მაშინდელი იუნიონის თანადამფუძნებელი, რომელიც ისტორია და წიგნები გვეუბნება, რომ 1,000,000 ბოთლ ღვინოს ყიდნენ მაშინდელი შვაბები. ესე წარმოგიდგენთ ამ სახლს, რომ ამ სახლით კომპანია RMG-მ გააცოცხლა ქართულ-გერმანული ისტორია. რაც შეეხება ღვინოსთან დაკავშირებით, შვაბებმა შემოიტანეს თავიანთი კულტურა და ღვინოს აკეთებდნენ მუხის ჩანებში, რომელიც დღესდღეობით ქართველმა მეღვინეებმა, რომელიც ბოლნისის რეგიონში არიან დარეგისტრირებული, შემოინახეს ის კულტურა და აგრძელებენ ამ კულტურას. რაც შეეხება მარტო შვაბური წესით არ კეთდება ჩვენთან ღვინო, კეთდება ქართული წესით ქვევრში და რომელიც მრავალ ფეროვნებას აძლევს ჩვენ მარანს. ბიომიმართულებაც ხო არ გაქვთ? დიახ, რაც შეეხება ბიომიმართულებას, ჩვენთან მარანში თითქმის 70% წარმოდგენილია ადგილ წარმოშობის ნატურალური ღვინო, რომელიც ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება. ეს ყველაფერი ჩვენ მარანში არის თითქმის 90% ნატურალური ღვინის ჯილდოები, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს აქეთკენ და ასევე ჩვენ პირველად საქართველოში ჩვენ დავიწყეთ ბოლნისის რეგიონში ადგილ წარმოშობის ნატურალური ღვინის ფესტივალი. ბოლნისის ხარი ისეთი ხარი არის, საქართველოში არის წარმოდგენილი 49 ნიადაგი, აქედან 15 არის ბოლნისის რეგიონში, რაც ვენახს და ყურძენს და ის მინერალებით გაჟღენთილი არის და ესეთი საუკეთესო ყურძენი არის. აქეთკენ ძირითადად ქართლის ჯიშები არის, შავკაპიტო, რქაწითელი ეს ისეთი არის, რომ ყველგან არის საქართველოში და სხვათა შორის განსხვავებული რქაწითელია ნიადაგებისგან გამომდინარე, თავკვერი, ქართლის ჩინებული და რა ვიცი, ასურეთული შალა, რომელიც გადაშენების პირას გაველურებული ჯიში იყო. ეს შვაბები, როდესაც ტყეში სეირნობდნენ თუ დადიოდნენ, მიაგნეს ამ გაველურებულ ჯიშს, რომელიც გამოიყვანეს და გააკულტურეს და დაარქვეს ეს პიროვნება იყო ოტო შალა და დაარქვა ასურეთული შალა ამ ყურძენს. და ასურეთული შალა საკოლექციო ღვინო არის ერთ-ერთი საუკეთესო ბოლნისის რეგიონში. ქართული შალა ბოლნისში ჯერ მხოლოდ მცირე ფართობზეა მოშენებული. ერთ-ერთი გოგიტა ყურაშვილის ვენახია. ქართული ჯიში არის ასურეთული შავი, უბრალოდ შალასახელითაა მოხსენებული, რატომ ხან აღმოჩნდა ამ პიროვნება ოტო შალა. ბოლნისში არის სამწუხაროდ ძალიან ცოტა და ერთ-ერთი არის ჩემი ვენახი. 2000 წელს მამაჩემი ერთ-ერთ ოჯახში მოხვდა, გასინჭა ღვინო, მოიწონა ეს მასზე დანიშნა და გააშენა ვენახი რა. არც იცოდა სახელი ვენახის, რა სახელი ერქვა საერთოდ ღვინო რა ღვინო იყო. ყოფილა თუ შალა ერთსქესიანი და სამწუხაროდ ესე მარტო არ ირგვება რა. ყვავილობის დროს უჭირს ძალიან ყვავილობა რა. ხან 300 კილოს ქვემხა, ხან 3 ტონას რა. ეხლა წეს რამდენს დაკრიფა ვერ გეტყვით რა.
2017 წლიდან უკვე როგორც ბიზნეს თვალსაზრისით ესე მე და ჩემი მეგობარი ჩავერთეთ ამაში. ანუ შალას გარდა გვაქვს კიდე ქართული ჯიშები, ანუ ჩინური, გორული მწვანე, ქაწითელი. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქვევრის კულტურა ქართული ღვინის წარმოებაში შეიძლება ბოლნისიდან მოდიოდეს. ადგილობრივმა მეღვინეებმა ძირითადად ქართული ჯიშები მოიშენეს და სულ უფრო მეტი მევენახე ცდილობს ბიოწარმოებაზე გადავიდეს. სამწუხაროდ ბევრი ჯიში გვაქვს დაკარგული და მარტო ბოლნისში და ეს ქვემო ქართლში არ არის, დასავლეთში მაგალითად. და ბავშვობიდან რა შეხებაც მქონდა ღვინოსთან იყო ხის ჩანი, ხის კასრი. ანუ გერმანელებმა რა ტრადიციას დატოვეთ, იმ ტრადიციას მიყვებოდი და ეხლა ჩვენ რეგიონში ძალიან უძველესი ქვევრები და ის ამოდის, ანუ ქვევრი აქედან არის წასული რა. შულავერი უძველესი წიწვა სადაც არის აღმოჩენილი 6 კილომეტრია ჩვენგან რა. შერწყმას ვაკეთებთ, ანუ როგორც ქვევრის ღვინოები, ისე გვაქვს ეს ხის კასრების რა. ანუ ყველა ღვინო მაგალითად ეს შალას მე პირადად ქვევში არ ვწურავ, იმიტომ რომ სხვა გემოზე გადაყავთ. ენდირად ფაქიზი და მსუბუქი ჯიშია, არღის რა გარის გვაქვს ქვევრისთვის და ასევე გვაქვს ქვევრის ღვინო რა თქმა უნდა ქაწითელს, გორუმწვანეს, ჩინურს, გვაქვს როგორც ორთვიანი, ექვთვიანები და ასე შემდეგ რა. ანუ ბოლნისში არის იმის ბუბუნება, ეს ახალი ის არის. აი ეს საქართველოს შარმეგულება სადმე ქართლის გარდა, სადაც იყენებენ ხის ჩანებს, ჩასწურისას და შემდეგ ხის კასრი ხა კი ყველგან ის არის, მაგრამ ხის ჩანი სად არ მინახია რა ქართლის გარდა. და ბოლო ერთი რაც შეეხება ჩვენს ვენახებს, მე-5 წელი დაიწყო, რაც გადავედით ბიოწარმოებაზე. საერთოდ არ ვიყენებთ სისტემას, ხოლმე და ხოლმე კონტაქტური, 4-5 შეწამლა. ანუ ხარო ბიოსასუქს. ბიოწარმოება თუ არა გქონდა ვენახში, ჩვენ ხარისხს ვერ გავზდით და ხარისხს თუ არ გქონდა ბოთლშიც მივიტანთ იმ ღვინოს, რომ შემდეგ მოხმარებას გავაცნოთ. აუცილებელია პირველ რიგში უნდა იყოს ბიოწარმოება რა. აუცილებელი ეგ. ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახლოებით 8000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.